ორ სტრიქონეთთან ის კლასი, რომელშიც თითო სტრიქონი შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ორწევრედს, ამ კონცეფციის მიხედვით მიჩნეულია ძირითად კლასად, ხოლო მისეზებს ახლა ვიახსნით, ხოლო არაძირითადია ის კლასი, რომელშიც ორ სტრიქონედი ორი ორწევრედის შემცველი სტრიქონებისგან არის აგებული. ეს კლასი დეფექტურია შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზრისით და საქმე ის არის, რომ მე-18 საუკუნემდე სტრიქონისთვის ერთადერთია ორი ორწევრედისგან აგებული ფორმა, ხოლო ერთი ორწევრედისგან აგებული ფორმა ბატონდება მე-19 საუკუნიდან. მეორე მხრივ ორ სტრიქონეთში ტოლი შემადგენლების, ანუ სტრიქონების გვერდით n-აკაზე პრინციპი ჩნდება ფაქტობრივად მე-19 საუკუნიდან. შესაბამისად, რეალიზებულ იქნა ერთი ორწევრედის შემცველი სტრიქონებისგან ორ სტრიქონედის აგების პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა, მაგრამ ვერ იქნა რეალიზებული, ვერ მოასწრო რეალიზება ორი ორწევრედის შემცველი სტრიქონებისგან ორ სტრიქონედის აგების შესაძლებლობათა დიდმა ნაწილმა. სახელდობრ არატოლი სტრიქონებისგან ორ სტრიქონედის წესით აგების შესაძლებლობათა დიდმა ნაწილმა. სულ ასეთ შესაძლებელ აგებულებათა რაოდენობა არის 156. ბოლოს არსებობს მე-3 კლასი, რომელშიც ორ სტრიქონედის პირველი შემადგენელი, ანუ პირველი სტრიქონი ორი ორწევრედის შემცველია, ხოლო მეორე შემადგენელი, ანუ მეორე სტრიქონი ერთი ორწევრედით არის წარმოდგენილი. ეს კლასი სულ რამდენიმე ნიმუშს გვიჩვენებს დაწყებული, მოყოლებული მე-18 საუკუნიდან. ამის მაგალითი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ნიმუშს როცა ვამბობთ, არ გულისხმობთ რამდენიმე პოეტურ ნიმუშს, არამედ გულისხმობთ რამდენიმე სტრუქტურულ ნიმუშს, აგების რამდენიმე ნიმუშს და ამის მაგალითია გალაქტიონის, კატრენი გალაქტიონის ლექსიდან ქარი ამ წევი ფარდის ერთი წამიან გრევის შეკდება, წამი ღვარული, იქ სიბრალული სულს არ ექნება, არც სიყვარული. ახლა განვიხილოთ ქართული ლექსის სტროფი და ის, როგორც ერთეული, შემდეგ სისტემას ქმნის. სტროფთა პირველ კლასში შედის ისეთი ორი ორ სტრიქონედისგან აგებული სტროფი, რომელთა სტრიქონები შედგება ორ-ორი ორწევრედისგან. ამ დროს მოქმედებს შემდეგი წესები. ჯერ ერთი სტროფის შემადგენელი ორ სტრიქონედები გვიჩვენებენ სტრიქონებში ორწევრედთა ერთნაირ რიტმულ გასაწყობს. მეორე, ისინი ტოლნი არიან, რაც 156 ორ სტრიქონედის მიხედვით იძლევა სტროფის, შესაბამისად სტროფის 156 ტიპურ შესაძლებლობას, რომელთა ნაწილი, რა თქმა უნდა, რეალიზებული არ არის. ამიტომ მარკირებულია ისეთი ტიპის სტროფები, როგორიც არის მაგალითად ამგვარი ტიპის სტროფები. რაც შეეხება n-აკაზე, ამ პრინციპზე დამყარებულ სტროფებს, მაგალითად ასეთებს, რა თქმა უნდა, n-ი ამ შემთხვევაში არის პირველი ორ სტრიქონედი და k არის მეორე ორ სტრიქონედი და იმის გამო, რომ აქ არის 3, აქ არის 2 და
აქაც არის 2, რა თქმა უნდა, n-ი მეტი იქნება k-ზე და ასეთი სტროფები არ არის გავრცელებული, თუმცა მარკირებულია. ასეთი სტროფების გამოჩენა უმთავრესად დაიყვანება შემთხვევაზე, როდესაც მეორე ორ სტრიქონეთში ნულოვანი წევრის შემცველი სტრიქონი არის წარმოდგენილი. აი ამგვარი სტროფები. კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია ისეთი ორ სტრიქონეთის შეერთება სტროფებად, ისეთი ორ სტრიქონედების შეერთება სტროფებად, რომელთა სტრიქონებშიც პირველი ორ წევრედები განსხვავებულია. თუმცა შეიძლება პირველი ორ წევრედები განსხვავებულია. აქ გვაქვს 4+4, ხოლო აქ 4+3. თუმცა ასეთი სტროფები მაინც გვხვდება